არის ერთი მხარე სახელმწიფო და არის მეორე მხარე ვინ დამიცავს ამ ყველაფერს. მე ტაქტიურობას გამოიწვევს ჩემი აზრით. ყველა კრუიზერს გითხეთ მეორე ბაიკად რის იყიდვა უნდა და ადვენჩერს გეტყვით ყველა ვარიანტში რა. სალამი მეგობრებო, საქართველოს მოტოფედერაციამ დაგვბადიჯა პატარა დახურული ივენთი არის დღეს, სადაც რაღაც სიახლის განდობა უნდა ჩვენთვის. ძალიან მიხარია ჩვენი თანამშრომლობა, იმიტომ რომ სულ ახლახანს დავიწყეთ თანამშრომლობა და უკვე საერთო რაღაცებს ვაკეთებთ და ძალიან გასახარია არის ეს ამბავი რა. თქვენ არხი გამოიწერეთ ამასობაში, ვიდეო დალაიქეთ და შევიდეთ ნახოთ რა ხდება. წარმოგიდგინოთ ლუკა გუმანი გურაბანიძე, რომელიც უხელმძღვანელებს არასპორტულ მიმართულებას ფედერაციაში. გამარჯობა. 1904 წელს პარიზში მსოფლიო მოტოსპორტის ფედერაცია ჩამოყალიბდა. თბილისი 1923 წელი პირველი ერთ-ერთი მოტოგარდვენი გაკეთდა თბილისი ფასანაურის მიმართულებით. 1936 წელს ტურინგის მიმართულებით პირველი FIM რალი შედგა ბერლინში, გერმანიაში. 2021 წელს საქართველოს მოტოსპორტის ფედერაცია ოფიციალურად შეუერთდა საერთაშორისო მოტოსპორტის ფედერაციათა რიცხვს. ხოლო 2026 წელს გვაქვს სიახლე, როგორც წევენ გიორგი მსაუბრა და ზუსტად ამ სიახლის შესახებ ხართ ეს თქვენ აქ მოწვევლები და ეს არის მიზანი ამ შეხვედრის. საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციას დღეიდან უკვე ოფიციალურად აქვს ტურინგისა და რეკრეაციის კომისია და მე მისი ხელმძღვანელი გუმანი გურაბანიძე გახლავართ. თუმცა სანამ უშუალოდ ვისაუბრებთ კომისიაზე, მის მოვალეობებზე, მიზნებზე, აქ წარმოდგენილ ადამიანებზე და მათ კონტრიბუციაზე მცირე წარსულს გადავალოთ თვალი. ალბათ რამდენიმე თქვენთაგანი და ჩემი აზრით ბევრი თქვენთაგანი იცნობთ საკუთარ თავს ამ სურათებში და ეს გამოწვეულია იქიდან, რომ თქვენი კონტრიბუციით საქართველოში მოტოტურიზმი ბოლო წლების განმავლობაში გააქტიურდა. პირველ რიგში შიდა ტურიზმი ქართველებიდან გამომდინარე და ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელთა ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმზე და რეკრეაციაზე და ვსაუბრობთ ტურინგის კომისიაზე, აუცილებლად პირველ რიგში უნდა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა არის ტურინგის კომისია და მსოფლიო მასშტაბში, მსოფლიო მოტოსპორტის ფედერაციაში რას წარმოადგენს ის, რომ კარგად გვესმოდეს მიზანი, მიზნები და ხედვა ამა თუ იმ მოქმედების მომავალში. ტურინგის კომისიის უმთავრესი ამოცანა და დანიშნულება, რა თქმა უნდა, არის ტურიზმის განვითარება, მხარდაჭერა, ხელშეწყობა და მოტომოყვარულთა ქსელის შექმნა მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ტურინგისა და რეკრეაციაზე ორიენტირებული პროექტების პოპულარიზაცია მთლიანად მთელს სხვადასხვა ქვეყნებში და რეალურად ყველა კონტინენტზე. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო მოტოსპორტის ფედერაცია უშუალოდ ყველა კონტინენტზე ატარებს ტურინგის მიმართულების ღონისძიებებს და არა მარტო ტურინგის მიმართულების ღონისძიებების მოგეხსენებათ, მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მათ განახორციელონ ადგილობრივი ნაციონალური ფედერაციების მხარდაჭერით, მათი პატრონაჟით და ეგიდით. სწორედ ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ძირითადად მოტოტურიზმზე, ღონისძიებებზე, მის განვითარებაზე და მხარდაჭერაზე, აუცილებლად უნდა გვესმოდეს მოტოსპორტის ფედერაცია მსოფლიო მასშტაბით რა ტიპის ღონისძიებებს აკეთებს. შესაბამისად, წარმოგიდგენთ სამი ტიპის კატეგორიას, რომელიცაც მოტოსპორტის ფედერაცია მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ქვეყნებში წლის განმავლობაში წარადგენს ხოლმე.
მოკლედ, მოტო ტურინგის მიმართულება შეიქმნა, ესე იგი ფედერაციაში. რა ძალიან სასიხარულოა. ჩემთვის განსაკუთრებით მოტოკეპინგი არის, რავი, ყველაზე დიდი სიამოვნება. პირველ რიგში საქართველოს ოფიციალურად დღეიდან აქვს მოტოტურინგის მიმართულების კომისია მოტოფედერაციაში. ეს ქვეყანას პირველ რიგში და ზუსტად როგორც ახსენე, ჩვენი არა მარტო კრუიზერის პირობითად, არამედ ნებისმიერი სტილის მოტოციკლის თუ მოპედის, ვისაც სრული აქვს ზოგადად რომ იმოგზაუროს საქართველოში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ ამ ადამიანებისთვის შეიქმნა და მოტოტურიზმისთვის შეიქმნა, რომ მოტოტურიზმი ჩამოყალიბდეს ოფიციალურად საქართველოში, განვითარდეს და ავიდეს იმ დონეზე, რაც საერთაშორისო სტანდარტებია, როგორც ჩვენ გვიდა და ძალიან ბევრმა ქართველმა იმოგზაუროს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. შესაბამისად როგორც ვიცი, მიმართულება ერთ-ერთი ისიც არის, რომ აი უცხოელები დავაინტერესოთ, ჩამოვიდნენ ჩვენთან იმოგზაურონ მოტოებით, რაც თავარია. კი ბატონო, ანუ პირველ რიგში გეგმებს რომ შევეხოთ რა კითხვაც იყო, ამ ეტაპზე, რადგან ძალიან ახალი ამბავია ფედერაციისთვისაც ეს ყველაფერი, ამ წელს უკვე გვაქვს ორი ღონისძიება, ერთი არის 26 აპრილის სეზონის გახსნაზე, adventure dual sports ტიპის მოტოციკლებით მოხდება სამოყვარულო დაბრბოლა და როგორც პრეზენტაციაზე ვახსენე, პირველად საქართველოში პრეცედენტი იქნება cross Georgia-ზე, არა მარტო enduro, არამედ adventure-ის მიმართულებაც გამოვა. ეს არის ძალიან დიდი ამბავი რეალურად, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში მოხდა ამის დადასტურება და შესაბამისად ეს არის პირველადი გეგმები, რაც ახლა გვაქვს. დანარჩენი თავიდან ბოლომდე დამოკიდებული არის თვითონ მოტომოყვარულებზე, მათ ინტერესზე და მათ ჩართულობაზე, იმიტომ რომ კონტრიბუტორები არიან თვითონ მოტომოყვარულები. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კლუბში იქნება, კლუბს გარეთ იქნება, ინდივიდუალური იქნება, კომპანიები, კერძო სექტორი, საჯარო სექტორი და ასე შემდეგ და შესაბამისად, ვისაც უკვე ეს ინფორმაცია ამ მომენტიდან ექნება, ნებისმიერს შეუძლია რომ მოვიდეს და ვითანამშრომლოთ, ვისაუბროთ და ეს იდეები ერთად განვახორციელოთ და შესაბამისად უკლესი გეგმები ახლა ეს არის. და მომავალში საერთაშორისო ტურიზმი გვინდა რომ საქართველოში დაინერგოს და ვუმასპინძლოთ საერთაშორისო ღონისძიებებს. ასევე მეგობრებო, ნებისმიერ კომპანიას შეუძლია ჩემთანაც მოვიდეს ითანამშრომლოს პრობლემა არ არის. მეტ აქტიურობას გამოიწვევს ჩემი აზრით adventure-ის მიმართულებით, იმიტომ რომ ნელ-ნელა ვითარდება საქართველოში ზოგადად adventure-ის კლასებით და ასევე ხალხს მეტად ურჩდება სურვილი რომ იმოგზაუროს. ნუ რა ვიცი, თავს უფლებას მიცვენ და ვიტყვი რომ ერთ-ერთი პიონერი ვარ, ვინც მაგ საქმეში საფუძველი ჩაუყარა მოტომოგზაურობას და ეგ არის ის მიმართულება, რაც წეგან ვახსენე საბოლოო ჯამში, რასაც ყველა მოტომოყვარული მივარა, საბოლოო ჯამში ყველა მაქამდე მივა, იმიტომ რომ აი მაგაზე მაგარი გართობა არ არსებობს რა, ყველა ასაკში რა ასაკისაც არ უნდა იყო, მოტოციკლზე რომ დაჯდები და უბრალოდ წახვალ სადღაც დაუსრულებლად, აი ისეთი მაგარი სიამოვნება არის, რომ ყველას უსურვებ რომ გამოცადოს ეგ ყველაფერი რა. ეგ არის ის, რაც იდეაში ამ ხალხს, ვინც ახლა დღეს აქ არიან შეკრებილები, აერთიანებს, სურვილი აქვს ყოველ შემთხვევაში ბევრს და ნელ-ნელა უკვე მიდის მაგერზე ლაპარაკი, რომ მეტად და მეტად ჩაერთონ საზღვარგარეთ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლაში რა. ბიჭებო, თქვენ რა სიტყვით დღევანდელ დღეზე და რას გამოიწვევს ეს ყოველივე თქვენი აზრით? რა თქმა უნდა, გამოგართმევ მოდი ჩემო ძმაო. გამოცდილებ ზარდა. კი ბატონო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოიწვევს თავარი და დიდი ამბავის წინსვლას, რასაც ქართული მოტოკულტურა ქვია. და აი ეს ქართული მოტოტურიზმი კიდევ უფრო წინ წავა. უკა სმინდა წარმატებები უსურვო, მაგარი ბიჭია და დარწმუნებული ვარ, რომ ხელი რასაც ეხა მოკიდა, ის community რასაც კრავს, ძალიან ბევრ კარგ პროექტებს გააკეთებენ და ეს adventure-ები ჩვენ როგორც ვეძახით ხოლმე ბიძაშვილები არიან რა, ჩვენ. მეორე ბაიკა ყოველთვის adventure-ი. ყველა კრუიზერს გითხეთ, მეორე ბაიკას რის იყიდვა უნდა და adventure-ს გეტყვით ყველა ვარიანტში რა. მოგზაურობის ფასილიც და კი, მან ძაღლის თავი მანდ მარხია ნამდვილად. ასე რომ ის არის რა ქვია, კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს ნელა-ნელა დავაწყობთ ამაგურებს და ბოლოს ავაშენებთ ერთ დიდ გარაჟს და ყველა ვიკიდებით ჩიკ. დავამატებ შეიძლება. დავამატე. პირველ რიგში მადლობა ყველას ჰელმეტარიუმში მოსვლისთვის. ეს ადგილი არ არის მარტო კრუიზერის მოტოციკლებისთვის, ეს არის ყველანაირი სტილის ადამიანი, რომელსაც მოტოები უყვარს. გადახდილი გაგრეკეს. და მინდა რომ ყველა მიცოდეს, რომ აქ ყველასთვის კარი ღიაა რა და კონიშვენი ერთ დღე გამოვიდა. ეგა. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან მიხარია ეს თქვენი წამოწყება, ეს მიმართულება. ჩვენი სტილის ბაიკერებს განსაკუთრებით, ხო იცი, ეგრევე ვცხოვრობთ. მოგზაურობა არის ჩვენი ბაიკის სიყვარული და ასე შემდეგ, მოტოკემპინგი განსაკუთრებით მიყვარს.
ეხლა ცოტა საჭიროებო თემას მინდა რომ შევეხოთ რა. ძალიან კაი ამბავია, შრომობთ, რაღაცებს ვაკეთებთ ჩვენის მხრივ თქვენ და რაღაცა ისეს, მაგრამ ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს ამის საწინააღმდეგო უკვე გვიდგას. ფაქტია. როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა, აი შეიძლება რაღაცა უფრო მეტი იცოდეთ ვიდრე ჩვენ, ან რას აკეთებთ, თუ აკეთებთ რამეს, ან რას ცდილობთ, ეგ მაინტერესებს გავიგო თქვენგან. მადლობა პირველ რიგში. მოგვეცა საშუალება ჩავწეროთ ეს მოკლე ვიდეო. პირველ რიგში ფედერაციის გარშემო ვიტრიალებ და ვიტყვი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, იმიტომ რომ რეალურად ახალი დარგის ხელმძღვანელი ჩამოყალიბდა, ასე ვთქვათ. ძალიან კარგი ბიჭი და წარმატებებს. კი, ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც ენთუზიაზმია თავიდან ბოლომდე და დიდი იმედი მაქვს, რომ გაუმკლავდება მის საქმიანობას. და წარმატებებს უსურვებ გუკას. და ვისაც ექნება კითხვები არასპორტული მიმართულებით შეუძლია გუკას მიმართოს და მე ფედერაცია დაამუშავებს და შესაბამის პასუხს ბუნებრივია მიიღებს ესა თუ ის ადამიანი. რაც შეეხება მაყუჩებთან დაკავშირებით ტკინეული საკითხი, კი, ბატონო, მეც როგორც ავიღო გიორგი როგორც ცალკე მოქალაქე, მეც მოქალაქე ვარ და ჩემთვის ეს ძალიან ტკინეული საკითხია, როგორც არაფედერაცია გესაუბრები, მაგრამ როგორც ფედერაცია გეტყვი, რომ ფედერაცია არის სპორტული ფედერაცია ზოგადად. ხალხის არის დიდი ნაწილი საზოგადოების, რომელიც ვერასდროს ცნობიერებს რა ფუნქცია, რა როლს თამაშობს ფედერაცია. ფედერაციის ვალდებულება არის სპორტის განვითარება. სპორტის განვითარება მის მოედნებზე. და მის მოედნებზე უკვე თვითონ წერს რეგლამენტებს და ზოგადად არის სხვა ღონისძიებებზე საერთაშორისო ფედერაციასაც აქვს რომ არეგულირებს თავის დეციბალებს იმ შეჯიბრზე. შეიძლება იყოს 110 დეციბალი, 115 დეციბალი, რომ მაყურებელი არ დაზიანდეს სვენის ამბავში. მაგრამ რაც შეეხება სამოქალაქო კუთხით მაყუჩებთან დაკავშირებით, ეხლა მე როგორც ვიგითი მოქალაქე ისე გავცემ პასუხს, რომ კი დასარეგულირებელია და სერიოზული პრობლემაა. ჩვენ გვქონდა ერთი შეხვედრა, ამ შეხვედრაზე ვიყავით სხვადასხვა საზოგადოებრივი წარმომადგენლები, იყო მსჯელობა, კი თვითონ სახელმწიფო წარმომადგენლებიც წუხან ასე ვთქვათ, მაგრამ არის დროულად გადასაწყვეტი და ამ დროულად გადასაწყვეტზე, არ ვიცი ეს, მათი გადასაწყვეტია, როგორ იზამოთ, ჩვენ ერთადერთი ფედერაციას, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, შეგვიძლია უბრალოდ რეკომენდაცია გავცეთ, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში როგორ ხდება, რანაირად რეგულირდება და ამაზე უკვე ჩვენ გვქონდა საუბარი, რეკომენდაციის კუთხით ვთქვათ საუბარი. როგორც ფედერაციის წარმომადგენელი, უბრალოდ იყო იმ შეხვედრაზე, ყველა იყო, მარტო მე არ ყოფილა არა. აქ შეხვედრასთან დაკავშირებით ინფორმაცია მაქვს, ცოტა არ იყოს უკმაყოფილება იყო და ბუნდოვანი იყო ეგ ყველაფერი, მაგრამ მაგალითად მე არც გამიგია შეხვედრა რო იყო, მე გავიგე. იყო რამოდენიმე ადამიანი, აი ჩვენი სფეროდან, რომელსაც არ გაუგია და თითქოს შერჩევით რაღაცა ისეთი შერჩევით მოხდა. ხო, რაღაცა არ ვიცი ვინ გადაწყვეტა და როგორ გადაწყვეტა, მაგრამ მეც ვიყავი, ესე ერთ-ერთი შეხვედრაზე მე არ ყოფილა, ასე ვთქვათ, იმ შეხვედრაზე პარლამენტში გაიმართა ეგ შეხვედრა. მოკლედ ვიტყვი ისეთ არსებობს ეს დადგენილება, იციან თვითონაც რომ არსებობს ეს დადგენილება საერთაშორისო და UN არსებობს ეს კოდექსები, ასევე არსებობს პირდაპირ გადმოგება შეიძლება. პირდაპირ ვერ გადმოიღებ, ცოტა მორგება უნდა რაღაცეებს. მაგალითად ამერიკულს გადმოვიგებდი რაღაც შტატებში. შეიძლება გადმოიღო, მაგრამ გაერთიანებულ ერების UN regulations არის 151 თუ 151, რომელიც არეგულირებს აღარ მახსოვს ზუსტად ციკლ რომელი მუხლია, მაგრამ მაქვს ყველაფერი ეს დოკუმენტაცია. არსებობს ეს უკვე მსოფლიოს ნაფიქრი აქ ამაზე. ჩვენებიც ფიქრობენ რომ ეს რეგულაციები შემოვლეს, მაგრამ იმხელა დიდი მათემატიკა არის, რომ მანდ არის დიდი პრობლემა, იმიტომ რომ დააწესო ქვეყანაში პირობითად 95 დეციბალი, რაზეც იყო საუბარი, ხო? ამ 95 დეციბალი არის კლასების მიხედვით. ანუ რას გულისხმობს?
რამდენი უნდა კონდეს სკუტერს 125 კუბატურამდე, ეს სკუტერს 50 კუბატურამდე რამდენი, იმიტომ რომ იქ წერი 95 მაგას 95 კონდეს, ნუ მაშინ აი მოხდება რა, ვინც უსმენს მაგის. არ დავთავრდება მაგის ხმა. შესაბამისად, მან არის ასე ვთქვათ ცხრილი გასაკეთებელი, რომ სისტემაში არის ჩასამატებელი საპატრულო უნდა ჩაამატოს ცხრილი, რომ მისი მოტოციკლი თუ არის ამდენი კუბატურა, უნდა იყოს არაუმეტეს ამდენი დეციბალი. მან არის ორი გაზომა. ერთი არის თავისუფალი სვლა და მეორე არის დატვირთულ მდგომარეობაში. თავისუფალი სვლა არ უნდა აღემატებოდეს პირობითად 80 დეციბალს, მაგრამ დატვირთულ მდგომარეობაში არ უნდა აღემატებოდეს პირობითად 95 დეციბალს. მაგრამ იტალიაში მე მგონი 95 დეციბალი არის. თვითონ არის მეორე საკითხი, როგორ იზომება. როგორ იზომება არის ორი პრინციპი გაზომვის, არის ლოკალური და არის სპეციალური მოედანი. მაგის სტანდარტებიც არის და მაგის ნახაზები, ნუ მაგ თვითონაც იციან სახელმწიფო წარმომადგენლებმა, იმიტომ რომ საკმაოდ კარგად აქვთ მოძიებული ეს ინფორმაცია. რაც შეეხება ჰარლი დევიდსონებს და არის სხვადასხვა მოტოციკლები, რომლებსაც ეგრეთ წოდებული RPM-ი ტახომეტრი არა აქვს, მაგ შემთხვევაში როგორ უნდა გაიზომოს, მაგისთვისაც არსებობს სპეციალური მოწყობილობა, რომელიც ელექტრონული ან მექანიკური დახმარებით იგებ რამდენზეა ბრუნი. აქ არ მაქვს საუბარი თვითონ დეციბალს. ეგ ყველაფერი არის ტექნიკური მხარე, რომელიც ასე თუ ისე ვისაც აინტერესებს მოიძიებს და გაიგებს. მე ამბობდი საფრთხეებზე, მაგალითად ამ ახალ მიმართულებას, რომელიც პრეზენტაციას დღეს იყო. ექნება საფრთხე, აი რა შეიძლება გავაკეთოთ, როგორ გონია? საფრთხე, მოდი ესე გეტყვი, რომ ახალ მიმართულებას რაც ეხება, ამ შემთხვევაში ძირითადად არის ეგრეთ წოდებული adventure მოტოციკლები. adventure მოტოციკლებს ძირითადად მაინც ქარხნული მაყუჩები აქვს და მან ნაკლებად არის. და ქარხნულ მაყუჩებზეც ხო იცით რა ხდება? ასევე არასპორ ხო, არა, ეგ კიდე ნუ იყო დაფიქსირდა ფაქტი, რომ ინსპექტორი, პატრონ ინსპექტორი ეუბნება, რომ ქარხანა დამამზადებელი ეს არისო თვითონ პირობითად BMW რასაც უჩვენებს. არიცო და არ ფლობდა თვითონაც იმ ინფორმაციას, რომ ქარხანა დამამზადებელი შეიძლება იყოს თვითონ ამ მაყუჩის ქარხანა დამამზადებელი. ეს კიდე სხვადასხვა. მოკლედ, ყველა მხარე საკმაოდ დასატრენინგებელია და არსებობს კიდე წესი დადგენილება არის, აღარ მახსოვს რომელი დადგენილება გაერთიანების გავიგეთ კანონი რა არის, გავიგეთ რომელ სიმძლავრეზე რამხელა ბრუნი უნდა იყოს, რა ბრუნზე რა ტენი დეციბალი უნდა იყოს, მაგრამ არის კიდე დადგენილება წესი აღსრულების. ანუ რომ იყოს გამჭვირვალე საპატრულო ეკიპაჟსა და მოქალაქეს შორის როგორ ხდება ამ პროცედურის დაცვა და აღსრულება. საკმაოდ ბევრი ტრეინინგი ჭირდება. ფაქტი არის რომ ახლა პრობლემა გვაქვს. ახლა არის ეს დიდი პრობლემა. ახლა არის ესე აღებული და ჩაკეტილი ეს სიტუაცია. გასაგებია და რამე ძალა ანუ რამე თქვენ თუ გაქვთ რამე ძალა რომ რაღაც ანუ ჩვენ უბრალოდ ფრირაიდერებმა ესე ვთქვათ, რომელსაც არანაირი ასოციაცია და არანაირი არაფერი არ გვაქვს. ჩვენ ან ჩვენ რა გვირჩიოთ რამე რა შეიძლება გავაკეთოთ, ან თქვენ უკვე ფედერაცია ხართ, რამე ძალა გაქვთ რომ ამ ყველაფერს რამე უშველოთ. ანუ იმიტომ რომ კითხვები ბევრია იყო ეხლა საპროტესტო აქციაზეც მე ესე ინტეგრულად კი არა ვარ, შესწევარ. არა, პირიქით რომ იყო შეკითხვა რომ აი ფედერაციის ბიჭებიც გამოჩნდნენ. მოვკარი ხური იქ რომ იყვნენ ბიჭები აქციაზე ვიღაცები დაინახეს ან სად არიან ან არა ფედერაცია არ იყო ვიცი ან სად არიან ეგ შეკითხვები გავიგე ეს ახლა გამოჩნდნენ იყო თუ არა იქ პირველ მაგას ეგ კი არ ვიცი მაგრამ ან სად არიან ისმის ან რას ფიქრობენ ან გამოჩნდნენ რაღაცა ხო ხდება აკავშირებენ თითქოს მოტო ფედერაციასთან ანუ გკიდებენ პასუხისმგებლობას ესე ვთქვათ ჩხალებში რა ესმის იმ ადამიანების იმიტომ რომ არის ერთი მხარე სახელმწიფო და არის მეორე მხარე ვინ
ვინ დამიცავს ამ ყველაფერს ვინ ჩაგვიდგება შუაში ამ ყველაფერზე კი და ბუნებრივია ინსტინქტურად მივდივართ სად მივდივართ ისე ფედერაციასთან მაგრამ მე ისევ და ისევ აღნიშნავ რომ ფედერაცია არეგულირებს მის ღონისძიებებზე ეგ მესმის და რამე ძალა ჯერჯერობით არაფერი არ გვაქვს ამის წინააღმდეგ. ძალა არის ის რომ ერთობლივად ყველა მხარე უნდა დასყდეს და რაც შეიძლება მალე მოახდინოს ამ კანონ პროექტის დახვეწა. ძალიან დიდი მადლობა. ასე თუ ისე მივიღეთ პასუხი მეგობრებო, რომ ვეძებდით პირდაპირ პრეზიდენტი გაგასაუბრეთ აგერ. ვეცდები მეც რომ კონდეს შეხვედრა და უფრო თუ შემიძლია რომ პიროვნულ დონეზე დავაჩქარო, არა როგორც ორგანიზაცია, ფედერაცია, აი მან შეიძლება რომ დაჩქარდო, ჩვენ ვერავის რუბძანებთ და ჩვენ არ ვართ კანონდებლები და ჩვენ არ გავცემთ სერტიფიცირებას. ანუ სერტიფიკატს არ გავცემთ იმ ამა თუ იმ ნაწილზე. კი ბატონო, მადლობა ძალიან დიდი. მოკლედ დღეისათვის უდას იყო მეგობრებო, კაი ამბავი არის. კაი მიმართულება დაამატა მოტო ფედერაციამ, მიხარია. თქვენ ვიდეო დალაიქეთ, არხი გამოიწერეთ აუცილებლად და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.